4 წლიდან ფაქტურად უმეტესობა არის გასული. უმეტესობა არის უკან. და აი ამ გადასახედიდან რა შეგიძლიათ უთხრათ მოსახლეობას რა გააკეთეთ, რა ვერ გააკეთეთ, რის გაკეთება ვერ შესწელით. თუმცა სანამ ამის შესახებ დავიწყებდეთ საუბარს, მოდით ვნახოთ ჩვენი პირველი სიუჟეტი. წარმოადგენს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ვახტანგ ყანჩაველის წინასაარჩევნო კამპანიის მცირე ფრაგმენტი. მისი წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებსა და მიზნებს წარმოადგენდა საქართველოს მთლიანობა, ხალხის კეთილდღეობა, ქართლის აღორძინება, ახალგაზრდობისადმი ზრუნვა, მოსახლეობის დასაქმება, შესაბამისი ანაზღაურება, ეკონომიკის განვითარება, ხელმისაწვდომი მკურნალობა, კანონის უზენაესობა, კორუფციის მოსპობა, ეკლესიის აღდგენა. ასე რომ ჩვენ პირველი კითხვა ნათელია კალუნინო იურბასტერო მაყურებლებო ახლა მაინც შეზღუდული ვარ ჩვენ დროში და ყველა იმის ჩამოთვლა ცოტა შორს აგვიყვანს თუ რა გავაკეთე და რას ვაკეთებ ამის შესახებ ძალიან მოკლე ხანში ყველა ოჯახს ყველა მოქალაქეს დაურიგდება ჩემი ანგარიში ჩემსვერი გაწეული მუშაობის შესახებ მაგრამ რადგან ტელევიზიაში ვართ ამდენიმე სიტყვით გეტყვით რომ პირველში მადლობა უნდა გადაუხადო ჩემ ამორჩევლებს რომ ესეთი დიდი ხმების რაოდენობით ამირჩიეს ეს ტრაბახი არის ეს არის იმიტომ ნათქვამი რომ აი ამან განაპირობა ის ამბავი რომ პარლამენტშიც თავისთავად ავტორიტეტი უფრო ამაღლდა და ძალიან ბევრ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ვარ არჩეული პარლამენტში. გასაგები ბატონო ვახტანგ, მაგრამ სანამ თქვენს ამორჩეულს დაურიგდება ეს თქვენი ბიულეტენები, იქნება ორიოდე სიტყვით მაინც თუნდაც აი კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგან, თუნდაც ხალხის დასაქმება, აი უამრავი რამე იყო ჩამოთვლილი, იქნება ორი სიტყვით, ესე იგი, მოგახსენებთ რომ პარლამენტში არჩეული ვარ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრად, ეკონომიკური კომიტეტის წევრად ვარ მშენებლობის, არქიტექტურის და კომუნალური მეურნეობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ, ფრაქცია მაჟორიტარების თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, ისე რომ თავისთავად შეხება მაქვს ბევრ საკითხებთან, მაგრამ პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ როგორც მშენებელმა ძალიან დიდი ყურადღება დავუთმე მშენებლების კანონის ბაზის შექმნას. უკვე დაახლოებით 4 კანონპროექტი მოვამზადე და გავიტანე პარლამენტის ხდომაზე, 4 კიდევ მზადავდა და დღე-დღეზე გავიტანე. ჩემი დაპირებებიდან მაინც მშენებელი ვარ, იცით, პროფესიითაც, ბუნებითაც და უფრო მიყვარს მე პრაქტიკული საქმეების კეთება, ვიდრე ეს თეორიული და უკვე მაყურებელი არის ხაზი. თქო დაასრულოთ თქვენი სათქმელი. მაშინ ცოტა ძნელია რომ ჩამოთვალ ის პრაქტიკული საკითხები რაც გაკეთდა. შემდეგ მაშინ მოვუსმინო. ჩვენ ამაზე საუბრის შესაძლებლობა კიდევ გვექნება. ახლა თუ მაყურებელიას ხაზი გისმენთ? ისმენთ. დიახ? ბატონო ვახტანგთან მაქვს შეკითხვა, ბატონო ვახტანგთან. დიახ, ძანეთ. ხარხნიშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლე გაწუხებთ. დიახ. ხალი რო შეგვიდი ბატონო ვახტანგ, დაღამშვიდობითაც. დიახ. როდის იქნება? აი მეორე საფულზე მაცხოვრებელი ვარ და ღამის ეგრე 12-ის შემდეგ მოდის და თენდებზე აღარ ამოდის. ძალიან დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მადლობა. კი, ძალიან კარგი შეკითხვა და სიამოვნებით გიპასუხებ. იგი პირველი ჩემი ყველაზე დიდი საქმიანობა და ჩემი საარჩევნო ბიულეტენიც ამით იყო დაწყებული, რომ ჩემი დეპუტატობის პერიოდში სურვილი მაქვს, რომ გავაკეთო, რომ ქალაქის ნებისმიერ მიკრორაიონში იყოს სასმელი წყალი. იმიტომ რომ გორს უბრალოდ უხერხულია, რომ სასმელი წყალი არ გქონდეს, რომ როცა გარშემო ამდენი წყლები გვაქვს და ამდენი შესაძლოა. პირველი რაც გაკეთდა, ეს არის, რომ ვარიანი გორის წყალსადენი აშენდა. ეს არის 11 კილომეტრიანი ხაზი, რომელიც მსოფლიო ბანკმა და გორის გამგეობამ თანადაფინანსება მიიღო და ესე დაფინანსდა ეს პროექტი. ეს ხაზის მშენებლობას ეწეოდა თბილისის ორგანიზაცია, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა და წყალი უკვე უნდა დასრულებული იყო 1 წლის წინ. დასრულებულია, წყალი მოყვანილია ფეიქართა დასახლებაში და უნდა გითხრათ, რომ 430 მმ-იანი მილით არის მოსული ეს წყალი და ნაცვლად 80 ლიტრისა წამში მოეწოდება 130 ლიტრა წამში. და მოსახლეობა მაინც მოსახლეობის ყველა პირველ სართულზე ესე იგი, ესეთი მდგომარეობა იყო ფეიქართა დასახლებაში და ალბათ ხალხის დამრეწმუნება, რომ 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 2 საათი მიეწოდებოდა სასმელი წყალი, რან არის აქაჩი და რან არის სატუმბოები წამდომ გარკვეულ. დღეს ყველა პირველ სართულზე წყალია და აი ეს საქაჩები და ვულგარულ ენაზე რო ვთქვათ, სატუმბოების საშუალებით ყველა სართულს მიეწოდება. მაგრამ ეს არ არის დამთავრებული. ეს გაკეთდა მსოფლიო ბანკი.
ეხლა ქალაქის ხელმძღვანელობასთან, რაიონის ხელმძღვანელობასთან ჩვენ მოლაპარაკებულები ვართ და იწყებენ მშენებლობას უკვე ქსელებისას იმის აღდგენასას, იმიტომ რომ ფეიქერ დასახლებაში ვინ ცხოვრობს, ყველა ვიცი რომ ეს არის დაპირებას რომ მე-9 სართულამდე უნდა ასულიყო წყალი. ალბათ წყალი. 50 წელში აშენებული სახლების უმეტესი ნაწილი. ეს ამოდენა წყალი იღვრება, აი ამჟამად იღვრება, თქვენ შეგვიძლიათ ახადოთ კანალიზაციის ჭისახურები და ნახოთ რომ აბსოლუტურად მთელი ეს სასმელი წყალი მიედინება იმის, იმიტომ რომ მოძველებულია სისტემა, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია, დაახლოებით 250 მეტრ მილზეა საუბარი, ამას ალბათ სექტემბერში დაიწყება და სექტემბრის ერთ თვეში დამთავრდება და მე დამერწმუნეთ რომ აუცილებლად იმისი ყველა მოსახლეს ექნება წყალი. ანუ სექტემბერში მე-9 სართულამდე როცა არ მე-9 სართულზე თავისით არასდროს არა, იმიტომ რომ ჩვენთან გორი არ არის ის რეგიონი, რომელიც 9 სართულიანზე იყო გათვალისწინებული და ალბათ არც წყალსადენები და არც სხვა მომსახურება, არც ლიფტების მომსახურება და 9 სართულიანებზე არ იყო გათვალისწინებული და ამისი დაპირება ცოტა ძნელია, რომ ეხლა მე-9 სართულზე არის, მაგრამ ტუმბოების საშუალებით ნამდვილად ავა მე-9 სართულზე. ზერო მაგის გარდა წყალსადენთან დაკავშირებით ეს მუშაობები არ ამთავრდება რა. არ ამთავრდება, გრძელდება და ძალიან უფრო დიდი პერსპექტივებია. ბატონო, მე კიდევ მატყობინებენ რომ არის შეკითხვა. გისმენთ? ბატონო ვახტანგ, საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა რომ წყალი მოგვიყვანე კომბინაცია და კომბინაციით დაიგვაქვს, მაგრამ ეს რეალურად ხალხმა ვერ გაიგო, გადასახადი უნდა გადაიხადოს თუ არა. ამბობენ რომ ყანჩაბელი ტელევიზიით გამოვიდა და გითხრა რომ წყალი არის უფასობა გადასახადი არ არის უბრალოდ რამდენად რეალურია ერთი ამ ხალხს ძალიან აქ თქო რომ მოუწოდოთ გადასახადი ეკუთვნით თუ არ ეკუთვნით ბატონო ვახტანგ. მადლობთ. რა თქმა უნდა ეხლა ეს ჭეშმარიტება ჯერ იმდენზე არ არის და ესეთი ცხოვრება არ აქვს რომ ეს კომუნალური მომსახურება იყოს მუხტი წყლის გადასახადი უნდა გადავიხადოთ აუცილებლად თუნდაც იმიტომ რომ 18 თვეა წყალსადენის თანამშრომლებს ხელფასი არ მიუღიათ და აუცილებელია იმისათვის რომ ეს თანხა რაღაცა თავი შეგროვდეს რომ ის ბანკის აღებული სესხი ნელ-ნელა დავფაროთ და დავიწყოთ ახალი წყალსადენის შენებლობა. მე ჩემი თქმა უნდა იქნება ყველა მოსახლისადმი რომ ტარიფები არ მომატებულა, არ გაძვირებულა წყლის ღირებულება ის რაც იყო დაწესებული იგივე დარჩა და ამიტომ ვთხოვთ რომ ყველამ გადავიხადოთ ისევ თქვენ ოჯახებს და ისევ თქვენ გორელებს წაგვადგება ეს და ჩვენ მოხმარდება წყალსადენის გასაკეთებლად მოხმარდება ეს თანხები. რაც შეეხება ბატონო ვახტანგ თქვენი საარჩევნო პროგრამის სხვა დეტალებს. იქ რამეზე იყო საუბარი. მე მაშინ შევთანხმდით რომ პირველი რასაც გავაკეთებდი ეს იქნებოდა პრაქტიკული საქმიანობა. და დავიწყე პრაქტიკული საქმიანობით, იმიტომ რომ რამენაირად შემესუბუხებინა ხალხისთვის ხელფასი. ეხლა ერთი თხოვნა მაქვს ხალბატონი და ტელემაპრობლებსაც ვთქვა რომ რასაც მე ვიტყვი რომ გავაკეთე ეს მარტო ჩემი გაკეთებული არა. ეს არის პრეზიდენტის წმულების აპარატის, ეს არის გამგეობის, ეს არის თითოეული თქვენთაგანის გაკეთებული და ყველა მოსახლეს ერთად. ამჟამად რაზეა ლაპარაკი რომ ჩვენ მივახციეთ იმას რომ ტრანსფერი რომელიც ქალაქს და რეგიონს ხმარდება ჩემი მოღვაწეობის პერიოდში 100,000 ლარიდან გაიზარდა 1,700,000 ლარამდე. ეს ზემანად გითხარით ეს მარტო ჩემი დამსახურება როგორ შეიძლება მე არა თქვა ტრანსფერი რომელიც რესპუბლიკა გვეხმარება რეგიონს. როგორ შეიძლება არა ვთქვა მე მაგალითად გამგეობიდან თამრიკოედი შერაშვილის დიდი წვლილი ამ საქმეში და სხვა ყველა იმ ხელმძღვანელისა ვინც ერთად მონაწილეობდა. ამით ჩვენ საშუალება მოგვეცა რომ ქალაქის მასწავლებლებს დაუგვიანებლივ ეძლევა ხელფასი და რაიონის საკრებულოებს რაც ეკუთვნის ტრანსფერით გათვალისწინებული 98 და 800-ია გასულ წელს მიღებული. პედაგოგების ხელფასი. არა, ეს არის რაიონის საკრებულოებზე დახმარება და ქალაქის პედაგოგების ხელფასი. დიდი მადლობა. ხაზზე არის მაყურებელი. ალო, გისმენთ? ბატონო ვახტანგ მოგესალმებით. ერთი საკითხი რაც ძალიან გვაწუხებს და იმედი გვაქვს თქვენ გულისმერებას გამოიჩენთ მოსახლეობის მიმართ, რადგან სხვა არ გვაქვს ეს ყურადღებას უკვე ერთი კვირა ტელევიზია გადაშურდა. გვაქვს თუ არა იმედი რომ ჩვენ კიდევ გვეღირსება რომ გორელებმა პირველ არხზე მეორეს მადლობთ. უნდა გითხრათ რომ ეს არის ძალიან კინეული საკითხი და სიმართლე გითხრათ ჩვენ ძალებს აღემატება. რამდენად ვიცი საქმე დავალიანებას. დავალიანებას ეხება. ეს არის არა გორის დავალიანება, არამედ კავშირგაბმულობის სამინისტროს დავალიანება, რომელმაც უნდა გადაუხადოს თანხა ჩვენს ამ ელექტროქსელებს. ამაში ჩარეულია პრეზიდენტის წმუნებული, ამაში ჩარეულია გამგებელი ძალიან დიდი საკვებს
საუბარი რომ რამენაირად ჩვენი ხათრით თუ ჩვენი თხოვნით თუ ჩვენი მოსაყრეობის გულისთვის ცოტა გადაუვადონ, რომ საკმაოდ დიდი თანხები დაგროვდა და ერთდროულად ამ თანხის გადახდა არ შეუძლია და სხვა შორის ელექტროქსელების ხელმძღვანელიც თანახმაა და მათი ხელმძღვანელობა თანახმაა, რომ რაიმე მაინც ჩაურიცხონ, რომ ისაკ მე მგონი ძალიან მოკლე აი ამ დღეებში უნდა აღდგეს ეს აუცილებლად. ანუ ეს კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. მე მგონი 4-5 დღე მაინც გაჩნდება მთლიანი თანხით ჩართოს, მაგრამ პირველივე ჩარიცხვა როგორც ვიდებიან, ну ესეთი ის არის ორშაბათს მაინც ჩაიწყება, ალბათ სამშაბათიდან უნდა იყოს უკვე პირველი არხი აქტივი. მადლობთ. კიდევ ერთი შეკითხვა ბატონო ვახტანგ. თქვენ პარლამენტში ფაქტიურად ძალიან იშვიათად აქტიურობთ. რით არის ეს გამოწვეული? გორელებისთვის არ არის პრობლემატური თემები ისეთი, რომლებიც თქვათ შეიძლება პარლამენტში დადგეს? ესე იგი, ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა რომ აი რო თქვენ ნათელი შევიტანო. ესე იგი, ну რატომღაც ახლა მასმედიასთან არ ამაქვს ის მე ურთიერთობა ძალიან ბევრ გაზეთში არის ჩემი ინტერვიუები ისე შეხვედრები, მაგრამ აი ესეთნაირად იკვეთება რომ ამ პარლამენტში ერთი 20-22 კაცია. მხოლოდ და მხოლოდ ეს ხალხი აინტერესებს და მხოლოდ და მხოლოდ მათი სენსაციები აინტერესებს. ეხლა ვინც პარლამენტის ხტომებს უცქერებს? ალბათ აქტიურობის თვალსაზრისით საზღვრავს ამ შემთხვევაში. უცქირეთ რა ხდება? ვინც პარლამენტის ხტომებს უცქერებს? 6 კანონ პროექტი გავიტანე პარლამენტის ხტომაზე. მე თვითონ ეს ნიშნავს რომ ესე იგი 6-ჯერ, 3-3-ჯერ პირველი მოსმენით, მეორე მოსმენით, მესამე მოსმენით. ესე იგი 18-ჯერ ვიდექი ცენტრალურ ტრიბუნაზე. აბა თუ ვინმეს რომელიმე გაზეთში უნახია და ის უკვე. აი ალიამაც კი მაგალითად როცა დაწერა სანამდე არ ავთქვი მე ისეთი აი ცოტა სენსაციური მანამდე ალიამ ჩემი ინტერვიუ არ დაწერა. მაგრამ ну რაღაცა ისეთი რომ დაუპირისპირდი იმ ხალხს რომელიც პრეზიდენტს ლანძღავდნენ და ესეთი სათაური მისცეს. ну წყალებში ეწერა თუ მე გამგებმა სწორედ გაიგოს ესეთი სათაური იყო რომ პრეზიდენტის ლანძღვა გინებას ჯობია ყველა თავის საქმე აკეთოს. აი ესეთი ინტერვიუ გავუშვეს ჩემი. ეხლა მეორე. ესე იგი როცა დაიძაბა სიტუაცია, აი მაგალითად ელექტროენერგია. ანუ თქვენ ამ მოქალაქეთა კავშირთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხარეს დარჩით და არა ჟვანიას მხარეს. რეალური მხარე, რეალურად რომ ჩვენი საქმეები ვაკეთოთ. კი ბატონო პრეზიდენტს რაც აქვს გასაკეთებელი და რაზეც ხალხის არ უნდა უთხრათ, მაგრამ ესეთი ლანძღვა გინება ეს პრეზიდენტი ეს იგივეა რაც საქართველოს დროშა, ეს არის საქართველოს ჰიმნი, ყველაფერი ეს არის სიმბოლიკა ჩვენ. პიროვნების ლანძღვაზე ამის წინააღმდეგი ვარ თორე მე კრიტიკის წინააღმდეგი არასდროს არ ვიყავ. უკაცრავად ბატონო ვახტანგ კიდევ მაყურებლის ზარი არის ჩვენთან ეთერში გისმენთ? გამარჯობა ბატონო ვახტანგ. გამარჯობა. ესეთი შეკითხვა მაქვს. 3 თვეა მაისი, ივნისი და ივლისი გადის. გორში პენსია არ დარიგებულა. სამაგიეროდ პრეზიდენტის ბრძანება რომ თბილისში გაიცეს ყოველთვიურად, ხოლო დანარჩენი რეგიონებში როცა მოეპრიანებათ. ესეთი შეკითხვა მაქვს, ხა თქვენ ვერ დაარიგებთ პენსიას, მაგრამ ხო შეგიძლიათ სესიაზე დააყენოთ საკითხი, რომ როგორ მოხდა რომ დაახარისხა პრეზიდენტმა მაღალი ხარისხის ხალხი, თბილისელები და დაბალი ხარისხის ხალხი, გორელები, ქუთაისელები და სხვები. ჯერ 14 ლარი რა არის და იმის 3 თვე გაუცემლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. აბსოლუტურად ვეთანხმები. ნამდვილად ვეთანხმები, მაგრამ არ გეთანხმებით იმ ასე ვთქვათ, აი ჭორის ნიადაგზე რომ თბილისში რიგდება და გორში არ რიგდება. დამერწმუნეთ რომ აბსოლუტურად ყველა ტრაფიკზე და ყველა იმაზე ვარ საქმის კურსში და ესევე ქალაქისა, რეგიონის ხელმძღვანელობა, რეგიონის ხელმძღვანელობა და როგორც ვიცით, ესე იგი აპრილისთვე დამთავრდა და მაისთვე დაიწყო. ერთადერთი პრივილეგია ვისაც მიეცა, ეს არის სამაჩაბლოს დასახლებაში მყოფ-ცხოვრები, პენსიონერები და ტოლვირები. აი ამ კატეგორიას პრეზიდენტმა წინსწრებით სთხოვა რომ მისცენ ძალიან მძიმე მდგომარეობა. იცით თქვენ რომ ხვალ სახელმწიფო მინისტრთან ჩამოდის, შეხვედრა გვაქვს ძალიან და იქაც ძალიან კაცრად დავაყენებთ ამ საერთოდ. ეს მარტო ჩემი პრობლემა არ არის, მთელი რეგიონის მაჟორიტარმა დეპუტატებმა მოვიწვიეთ ჯანმრთელობის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, საპენსიო ფონდის ხელმძღვანელობა და მაშინ გამოვთქვით დიდი უკმაყოფილება. ეხლა ორნაირი ის არის. მაშინ ჩვენ მე როცა დავიწყე პარლამენტარობა ესე იყო რომ ყავდათ პრივილეგირებული რეგიონები. მაგალითად ქუთაისი, მაგალითად თვითონ თბილისის ისინი. და როდის გადაწყდება? ჩვენ მაჟორიტარებმა დავაყენეთ საკითხი და ეხლა თანაბრად ყველა რეგიონში მიდის თანაბრად. აბსოლუტურად არავის შეღავათი არ ეწევა.
შეღავათი ის არის რომ არავის შეღავათი არ არავის შეღავათი ის არის რომ წინ აი ესე რომელიმე რეგიონი ვინმეზე წინ დააყენოს ეს თამი არ ხდება. მაგაში მართალი ბრძანდებით მაისის თვის პენსიების დარიგება ეხლა იწყება და რა ვიცი ძალიან დიდი იმედებს ვაძლევ რომ აი 15 აგვისტოდან როცა ეს მსოფლიო ბანკი და ისინი ჩვენს შემოbrunდებიან ისევ დაგვიდგებიან გვერდზე რომ ეს საპენსიო ისინი დაიფაროს ის კი არა წლევანდელ ბიუჯეტში ისიც კი იყო რომ ძველი დავალენებაც უნდა გაგვესტუმრებინა ნაწილობრივ. და რაც შეეხება ისე დაუბრუნდები ბატონო ვახტანგ ჩვენ საუბრის თემას საუბრობდით კანონ პროექტებზე რომლებიც თქვენ წარადგენთ და რაც შეეხება თვითონ გორისსა და გორის რაიონის პრობლემებს რამდენად ხშირად ხდება ყველაზე დიდი პრობლემა გორს რომელიც როცა მუშაობა დაიწყეს იყო მასწავლებლების კაფასი და პარლამენტში რამდენად ხშირად მეორე ყველაზე დიდი პრობლემა იყო ენერგო მომარაგება ჩვენი ქალაქის თუ ვინმეს ახსოვს არ ვიცი ახლა როგორ ახსოვს როცა ენერგეტიკის მინისტრი გამოვიდა მე მაშინ გამოვიდა ძალიან სიმართლე გითხრათ აი ძალიან აღშფოთებული ტონით გამოვედი პარლამენტის ხტომაზე და ძალიან დიდი ის მქონდა მე მინისტრთან ცალკე შეხვედრა მქონდა კიდე და ხან მე არ ვეძახი რომ ჩემი დამსახურებაა მაგრამ შედარება არ არის ენერგო საკითხთან დაკავშირებით ეხლა იქ არის ძალიან მიკიჟინები ხოლმე ბოდიში კიდევ არის შეკითხვა გისმენთ შეკითხვა მაქვს ბატონო თუ შეიძლება მოცილდით ტელევიზორზე ბატონო ვახტანგ კრივის შესახებ მინდა ვიცით რომ ბევრი რამე გაკეთებული და ამაზე მადლობის მეტი გაგვეთქმის მაგრამ პროფესიონალურ კრივზე მაქვს შეკითხვა დღეს როგორც პროფესიონალური კრივის პრეზიდენტი აი რა პერსპექტივები გვაქვს რა გეგმები გვაქვს მაგალითად შეშვილებს რომ გაუწიოთ აგიტაცია რომ ეს კრივის შემდეგ პროფესიად გაიხადოთ აქვს მომავალი რაღაცა უახლოეს წლებში აი თქვენ რა გეწერათ დიდი მადლობა შეკითხვისა და ცოტა უფრო რთული პრობლემები გვაქვს. უკაცრავად ბატონო ვახტანგ, სანამ ამ შეკითხვაზე პასუხს გასცემდეთ, მინდა მცირეოდენი ფრაგმენტი შემოგთავაზოთ თქვენი წინა საარჩევნო კამპანიიდან, რომელიც პირდაპირ ეთერში იყო, მაშინ ჩვენს ტრიალეთის ეთერში სწორედ. თხოვთ. რა ხდება? ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ერთი წელიწადი მაინც განვაცხადოთ სკოლების და სკოლამდელი დაწესებულების წელიწადს. მოუკლოთ ყველაფერი. მოგავაკეთებთ ქუჩებს, მოგავაკეთებთ წყალსადენებს, მოგავაშენებთ სახლებს და მივხედოთ სკოლებს, მივხედოთ ბავშვებს. იმიტომ რომ თუ ჩვენ რაღაცებს შევმოვთ და მე მგონი ეს პარლამენტი იქნება თუ პარლამენტის გარეთ ორგანიზაციები იქნება თუ მე რამეს აკეთებს, მე მგონი ყველა ვაკეთებთ ჩვენი მომავალი თაობისათვის. და გვინდა რომ ჩვენი მომავალი თაობას გქონდეს ლამაზი, კარგი ცხოვრება. თან დაკავშირებით და მაყურებლის შეკითხვას. ორივე შეკითხვაზე გავცემ, ალბათ მაყურებელი რომელიმე მოკრივის დედა და აინტერესებს ეს საკითხები, უნდა გითხრათ რომ ძალიან ბევრი რამე გექნება ამასთან დაკავშირებით. მე არ მინდა ეხლა რომ ჩვენი ქალაქის პრობლემები ამ კრივსთან დაკავშირებით თქვა, მაგრამ აი თუნდაც ეხლა ბოლო წარმატება, ძალიან დიდი წარმატებას მიაღწიეს ჩვენმა მოყვარულმა სპორტსმენებმა. შეიძლება ვინმე თქვას რომ ერთი ბრინჯაოს მედალი და მეოთხე ფინალში 7 მოკრივის გასვლა არ არის მიღწევა, მაგრამ თუ ავიღებთ იმ გარემოებს, რომ ეს ბავშვები არიან 18 წლისა და 20 წლისა და 22 წლისა, თუ ვიტყვით იმას, რომ მათ არც ერთ ტურნირში ჯერ მონაწილეობა არ მიუღიათ და ევროპის მასშტაბით ესეთი წარმატება, მე მგონი ძალიან ისეთი ხელშესახებია. ალბათ მე სპორტთან დაკავშირებით კიდევ გვექნება ცალკე გადაცემა და თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად მაშინ ვისაუბროთ და მაშინ ვიხარ. მაყურებელს მინდა შევახსენო, ეს ალბათ იმითია გამოწვეული, რომ მე არჩეული ვარ პროფესიული კრივის საქართველოს პროფესიული კრივის პრეზიდენტად და აი ამ საქმიანობასაც უკაცრავად ბატონო კიდევ შეკითხვა გისმენთ ალო ბატონო ვახტანგ თუ შეიძლება მიპასუხოთ ამ კორუმციის თუ შეიძლება მოცილდით ტელევიზორს ქალაქის ის რადგან შემოსასვლელში ბინების მშენებლობა რო დაიწყო იმ ბინების მშენებლობის ხარჯი ვინც უნდა შესახლებულიყო სრულიად გადახდილი ქონა მოსახლეობა ვინც უნდა შესახლებულიყო ეს ბინები არის ნახევრად კი არა უკვე იშლება მე მგონი თუ რამე იცით გადახდება მშენებლობა მიეცება ამ სიებით ეს სიები დაკარგულია საერთოდ თუ აი რა დადიეტა ამ ბინებს მადლობ და მე მინდა ამ შეკითხვას ერთი შეკითხვა დავამატო ჩემ მხრიდან. თქვენ რა შეხება გქონდათ აი ამ საკითხთან დაკავშირებით? ხო, მე სიმართლე გითხრათ ამ წყალწყვეტ შენის ბინასთან არავითარი შეხება არ მქონია, არც ჩვენ ვაშენებდი და არც ჩემ დროს არ არის დაწყებული ეს მშენებლობა, მაგრამ
უნდა გითხრათ, რომ ეს ძალიან დიდი მტკივნეული საკითხია, დაახლოებით 15 ბინა გვაქვს ასეთ მდგომარეობაში, მათ შორის მესამე წლისთვის, რომლის მმართველიც მე ვიყავ. გაკეთებულია სიები და ალბათ უნდა გადამოწმდეს წყალშენი არის იმ სიაში თუ არა. გაკეთდა ქალაქის მასშტაბით, საქართველოს რესპუბლიკის მასშტაბით გაკეთდა ამ მოქალაქეთა სიები, გამოსულია გაკეთებულია ხარჯთაბრძოლებით, თანხებით და ესეთი მდგომარეობა. თუ შენებლობა 70% ზევით არის შესრულებული, სახელმწიფო ვალდებულებას იღებს რომ დაამთავროს ეს მშენებლობა. თუ 70%-ზე ნაკლებად არის და მისი ღირებულება ბევრად აღემატება იმას, რაც მოსახლეობამ გადაიხადა, მოსახლეობას უნდა დაუბრუნდეს ეს თანხები. მაგრამ უნდა გითხრათ, სიმართლე უნდა გითხრათ, იმიტომ რომ ამის უთმელობა არ შეიძლება. ეს პროექტი მომზადებულია, ეს კანონი დევს, ეს ყველის არის მომზადებული ეს საქმე, მაგრამ არ აქვს რესპუბლიკას იმის ჩვენ ქვეყანას იმისი თანხები, რომ ეს გადავიხადო. აი ახლა არის ესეთი პრიორიტეტია. ჯერ უნდა დამთავრდეს შემნახულ სალაროში შეტანილი მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხები. ყოველ შემთხვევაში არსებობს ესეთი დადგენილება და ესეთი აზრი და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს იმ კოოპერატიული სახლების მშენებლობა, საცამ მთლიანად ჰქონდათ მოსახლეობას გადახდილი ეს თანხები. ანუ ეს კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება ალბათ მსგავს ყველაფერი დამოკიდებული იმაზე, როგორი ფინანსები ექნება ჩვენს ქვეყანას. და მოსახლეობას ფაქტიურად იმედი არ უნდა ქონდეს კარგა ხანს საქმის მოგვარების. მაგრამ ფიქრობ, რომ რაღაცა უნდა მოხდეს, სულ ესე არ ვიქნებით. ცოტა გავემართებით წელში და ალბათ ამ მოსახლეობის გულისხმობის ვესels. გასაგებია და რაც შეეხება ჩვენს საუბარს ბატონ ვახტანგ დიახ თუ შეიძლება. ხო, აი ჩემს წინასწარ დაპირებებში იყო რომ ძალიან მეტი საუბარი იყო სკოლებზე და სკოლამდე დაწესებულებაზე. იგივე შემეორე, მართალიც არის, ყველას ვისაც რა შეუძლია, უნდა გააკეთოს იმის გულისთვის, რომ პირველ რიგში მასწავლებლები იყვნენ ნორმალ კარგად, რომ ჩვენი ბავშვები აღზარდონ წესიერად და სკოლას უნდა შევქმნათ საშუალება, რომ იმუშაოს. პირველივე რაც გავაკეთე, გითხარით წენა როგორც შენებელი და როგორც ის უფრო პრაქტიკულ საქმიანობას, მეწევი აი ჩამოვიდრით უბრალო ესე იგი, პირველი რაც გაკეთდა, ეს არის რომ აღდგენილი იქნა სკოლებიდან, მაგალითად, მერვე საშუალო სკოლა. აბსოლუტურად ახალი სახურავით, ახალი საკანონიზაციო სისტემით, სიფის პროექტით, მაგრამ ეხლა მე ძალიან უნდა გითხრა, უნდა ვთქვა რა წინასწარ, იმიტომ რომ ვინმე იტყვის, რომ აი სიფი იყო და გაკეთე, იცი რა გითხრით. ეს სიფი 8 წელიწადია მიმდინარეობს და რატომღაც ჩვენ რეგიონში და ჩვენ იმაში არ დაიწყო. და ეხლა ცოტა უხერხულია მეთქი ამის თქმა, მაგრამ ჩემი აქტივობით და ჩვენი რეგიონის ხელმძღვანელობის აიახნადები ხელმძღვანელების აქტივობით იყო რომ დავიწყეთ სიფის პროგრამა. მერვე საშუალო სკოლა დამთავრდა, მეექვსე საშუალო სკოლა. ძალიან დიდი ბოდიშით ბატონო ვახტანგ კიდევ უნდა გაგაწყვეტინოთ. მაყურებელი არის ხაზზე. გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. ბატონო ვახტანგ, თქვენ მოგმართავთ. მე ვარ შეიძლება ტელევიზორს ცოტა მოცივ. არის ესეთი თუ დაიმართ. ბატონო ვახტანგ. მე ვარ გორის კვლევით ინსტიტუტის წარმომადგენელი, რაც ავტომატსაგის. თქვენ საქმის კუთხით ბრძანდებით, რომ კვლევით ინსტიტუტი 99 წელში იქნა უკანონოდ პრივატიზებული. 99 წელში იყო საკონსულტაციო სამართლის გადაწყვეტილება პრივატიზების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი წარმომადგენელი მრავალჯერ თქვენგან ესე იგი რა დახმარება იყო გაწეული ან რა მუშაობა იქნა გაწეული ჩვენ ვერ გავიგეთ იმის გამო რომ ეს მეგობარი გარდაიცვალა ჩვენი კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელი ბატონი გვერდითელი და მე მაინტერესა დღესაც ისეთი მდგომარეობა ის ის უკანონო პრივატიზების შედეგად მინაცი შეიძლება ტელევიზორს მოცილდეთ ისე ისე ამ შენობას და კვლევის ინსტიტუტის ხალხი ისე გარეთ არიან თქვენ როგორ გონიათ არის თუ არა პერსპექტივა ჩვენ კვლევის ინსტიტუტი აღდგება თუ არა დაიწყოს თუ არა ფუნქციონირებას ძალიან დიდი მადლობა შეკითხვისთვის ეს ალბათ ძალიან ისეთი სერიოზული თემაა ძალიან სერიოზული თემაა მართალი ბრძანდება მაყურებელი მე ძალიან დიდი ურთიერთობა მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით ბატონი გვერდითელი აც განსვენებული ძალიან ისეთი ვაწმოსილი ადამიანი ჩემთან ხშირად დადიოდა და ყველა თხოვნა მისი ჩემს მიმართ შესრულებული იყო. უნდა მას რომ პარლამენტში მიმოყვანა და შემოხვედრებინა განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან. გავაკეთეთ და შევახვედრეთ. მეორე უნდა რომ შეგვეხვედრებინა
იურისტებთან, რომლებიც ამ საკითხს განიხილავდნენ და ესეც გავაკეთეთ. მაგრამ მე არ შემიძლია დღემდე მოუგვარებელია მე ეს არ შემიძლია პრობლემა. ვთქვა, რომ ეს სწორია პრივატიზირებული თუ არ არის სწორი პროვინცია. ეს არის ყველაფერი სასამართლოს ხმდებოდა და უნდა გადაწყვიტოს სასამართლო. არა, სასამართლომ რაც შეეხება, მე ვიცი, რომ იცით, მიიღო დიახ, გადაწყვეტილება. მაგრამ აბსოლუტურად ესე იგი ის კიდევ იყო გასაგრძელებლად და ალბათ მე ესე ვიცი, რომ მეორე მხარე მგონი გაასაჩივრა უმაღლეს სასამართლოში თუ საოლქო სასამართლოში, ამიტომ ბოლომდე არ არის. მე ამას მგონია, რომ ეს საკითხი უნდა ამოწიოთ ისევ და უნდა განიხილოს სასამართლომ. ამას ეხლა რომ პრივატიზება დაარღვიოს ვინმე და ეს ამერანი ვერ შეძლებს გარდა სასამართლოს. იმიტომ კანონის უზენაესობაა და კანონით უნდა ვიმოქმედო და რაც შეეხება კვლევითი ინსტიტუტის აღდგენას ეს უკვე ანუ თქვენი ინფორმაციით ეს საქმე სასამართლოს წესი დამთავრებული არ მე ვფიქრობ, რომ სასამართლოს ხმდება, ესევე ვითხრეს მაშინ დაგვიმართეს პარლამენტში, ესევე იყო და სხვადასხვა არ არის რახან თქვენ თვითონ იცით, რომ ეს განცხადებები თქვენი ხელის მოწერები და ყველაფერი მე ადრესატამდე მივიტანე ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტის კანცელარიაში ჩემი ხელით შევიტანე და ჩავაბარე. და პასუხიც ესეთი იყო მაშინ, რომ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი. გაუძლოს სკოლებს. შეიძლება აი სკოლებთან დაკავშირებით. ბევრი სკოლა მეექვსე სკოლა რაიონში შევასრულეთ და ავარიულ ეხლა მდგომარეობაში. გავაკეთეთ და ეხლა გაკეთებ ესე იგი ძალიან უმოკლე ხანში დაიწყება ხიდისთავის საშუალო სკოლა კაპიტალური შეკეთება, კერძნისის კაპიტალური შეკეთება, კერძნისის სკოლის კაპიტალური შეკეთება, იმიტომ რომ ეს იცით რომ მიწისძვრის შედეგად ადრე ეს არის ძალიან ავარიული იყო და ეს აუცილებლად გაკეთება, ეს სულ უმოკლე ხანში, ეს არის უმოკლეს დროს როცა ვიძახი მე ერთ წელიწადს, კეფში ამჟამად უკვე მიმდინარეობს მართალია სამაჩაბლო, მაგრამ ჩვენი იმითი ეს ყველაფერი სიფის ფარგლებში. სიფის პროგრამით არა, მაგის გარდა სიფის პროგრამის გარდაც არის საშუალება, მაგალითად ვფიქრობთ რომ გავაკეთოთ მეოთხე საშუალო სკოლა, სკრის საშუალო სკოლა, სობიში დავამთავროთ ახალი სკოლა, ეს ყველაფერი პროგრამაშია ჩადებული, ჯერ სიფის ძველი ვალები აქვს გასასწორებელი ჩვენი და ამ ძველ ვალებს გააკეთებს და გარდა ამისა იცით რომ აი რაღაც სიფის პროგრამაზეა საუბარი, არის კი არა ეს პროგრამაში ზერო სპორტული სკოლა აღზიეს და შეკეთდეს როგორც საჭიროა, იცით რომ ვარიანში საერთო-საცხოვრებელი დამთავრდა ხელმოკლე ოჯახის ბავშვების სპორტსმენებისათვის და ბევრი ისეთი საკითხები ყველას ჩამოსვლა ცოტა ხო, ხელქცეული საშუალო სკოლაზეა კიდე საუბარი კი ეს გეგმაშია ის დაპირება რაც სკოლის საკითხებთან დავპირდი ვფიქრობ რომ ამ საკითხს მივიღო ბოლომდე არანაკლები 8-10 სკოლა მაინც იქნება შეკეთებული ჩემი პარლამენტარობის პერიოდში გისმენთ დიახ გისმენთ დიახ გისმენთ ხალხო დიახ დიდი მადლობა შეკითხვისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული საკითხია, აბსოლუტურად სწორებ ბრძანდებით, გეთანხმებით, რომ 14 ლარად სამი სულის შენახვა კი არა, ერთი სულის შენახვაც ჭიის და შეუძლებელია. დროა ეგრეთ, ესეთი დრო დაგვიდგა, რაც შეეხება საკითხის დაყენებას, ძალიან ხშირად არის საკითხი. იმიტომ იცვლებიან ეს ფინანსთა მინისტრები და იმიტომ ხსნის ის პარლამენტი და ის თავრობა რომ ვერ შეეძლეს ბიუჯეტის შესრულება, რომ ამ ხალხს რაღაცნაირად მაინც გაუზარდოთ ხელფასი. აი ახლა სექტემბრიდან მასწავლებლებს 30% უნდა მოემატოს ხელფასი და უკვე არის იმაზე დავა, რომ რამენაირად ეს თანხა მოგროვდეს რომ გაიცეს. მართალი ბრძანდებით, ალბათ, მაგრამ სხვანაირი საშუალებებით ვეხმარებით ზოგს სამედიცინო მკურნალობას უფასოდ მარშრუტებით ზოგს თანხებით ვეხმარებით, ზოგს რისის შესაძლებლობაც არის, ამით ვცდილობთ რომ ამერანად შეგისრულოთ ცხოვრება, მაგრამ ამ პენსიასთან დაკავშირებით ჩვენ მართალი ბრძანდებით. აი არ მინდა იცით მე აჟიოტაჟს გამოიწვევს, აი მაგალითად პრეზიდენტის რწმუნებულის მიერ აი ყოველ თვე დაახლოებით 50 ძალიან გაჭირებულ ოჯახს მიეწოდება საფონდე. ამის გულისთვის გავხსენეთ, იცით თქვენ რომ დახურული იყო ეს სასადილო უფასო კვების სასადილო დახურული იყო, ზის არმისა დახურული იყო და ჩვენი მათი ხელმძღვანელობით და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით დავიდა იმითი შევძელით რომ აღვედგინა ეს და როგორც ვიცი 500-600 ადამიანი იკვებება. ამას ხსნის არმია აფინანსებს თორე. ხსნის არმია აფინანსებს, მაგრამ რადგანაც
ჩათვალეს რომ გორში არ იყო ეგრეთი მძიმე მდგომარეობა და შეგვეწყვიტეს რამდენიმე თვის განმავლობაში შეწყვეტილი იყო და მე ჩვენი წერილებით, არჩევნებით მისვლით ხელმძღვანელებად ჩავარიეთ და აღდგა ისევ ეს ფუნქციონირებს. გასაგებია ბატონო ვახტანგ, მე მინდა აუცილებლად შევეხოთ შემდეგში სამაჩაბლოში არსებული სკოლების ვითარებას. მაგრამ მანამდე მინდა კიდევ ერთი სიუჟეტი ვნახოთ ჩვენი. უბრალოდ სიუჟეტი არ არის, ეს არის თქვენი წინა საარჩევნო შეხვედრა თრიალეთში კიდევ ერთხელ. გთხოვთ. დიდი სურვილი გვაქვს მე და გიორგის, რა თქმა უნდა, ჩვენი ყველა თქვენთაგანის მხარდაჭერით რომ ამ სპორტ დარბაზის ბაზაზე გავაკეთოთ სკოლა-ინტერნატი. ავაშენოთ საერთო საცხოვრებელი, მოვაწყოთ სპორტული მოედნები და იქვე სკოლა არსებობს, სკოლა ვარიანი სკოლა და გავაკეთოთ სკოლა-ინტერნატი, რომ საქართველოში გამორჩეული ნიჭიერი ბავშვები, რომლებსაც სპორტისადმი მიდრეკილება აქვს, იმ ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ მშობლებს, თქვათ, რჩენის საშუალება, წამოვიყვანოთ და ჩვენი ხარჯებით ვაცხოვროთ ამ ბინებში, ვავარჯიშოთ ამ სპორტულ დარბაზში და ვასწავლოთ იქვე, რომ ესეთი სახე მივცეთ, სკოლა-ინტერნატის სახე, მისი ყველა დადებითი პირობების გათვალისწინებით. ამ კლიპს მაინც ვერ ავწევთ რა. და უნდა უთხრა მაყურებელს რომ ეს დაპირება მართლა შესრულებულია, შეიძლება ითქვას ნაწილობრივ, იმიტომ რომ ეს საერთო საცხოვრებელი აშენდა, ეს საერთო საცხოვრებელი ფუნქციონირებს, მაგრამ ისეთი მძიმე მდგომარეობა რესპუბლიკაში ამ სპორტის საკითხებთან დაკავშირებით, რომ არ მოგვეცა საშუალება რომ დავიწყოთ ნამდვილი ფუნქციონირება, რომელსაც საერთო საცხოვრებელი ჰქვია. 6 თვის განმავლობაში საქართველოს მოკრივეთა ნაკრები ცხოვრობდა საერთო საცხოვრებელში, ამ საერთო საცხოვრებელში. ვარჯიშობდა კანდელაკის მიერ აშენებულ ამ სპორტ დარბაზში და ცოტა უხერხული თუ არ იქნება, იმასაც ვიტყვი, რომ ყვების ფულსა და ყველაფერს ჩვენ ვიხდით. ჩვენ მოვამზადეთ ჩვენი შესაძლებლობებით საქართველოს ნაკრები, რომ მას მიიღო მონაწილეობა ევროპის პირველობაზე. ეხლა დადგა საკითხი და სპორტ კომიტეტი ნაწილობრივ ცდილობს, რომ აანაზღაუროს ეს თანხები. რაც შეეხება აი ველოდებით, რომ რამე სადმე საქართველოში გაკეთეს რაღაცა სპორტული დარბაზი, ან სპორტული რაღაც მოედანი, რომ ეს შეჯიბრება ვარიანიდან გადაინაცვლოს ამ სხვა ცენტრში და ჩვენ აქ მოგვეცეს საშუალება, რომ ის დანაპირები შევასრულოთ, რომ ხელმოკლე ოჯახის სპორტსმენები მივყვანოთ და ვავარჯიშოთ და ვაცხოვროთ ამ სკოლა-ინტერნატში. ეს არის სიმართლე გითხრათ, გიორგი კანდელაკის ოცნება და მეც ხარს ვჭერ, რომ ეს საკითხი გადაწყდეს აუცილებლად. შეიძლება ითქვას, რომ 90% გადაწყვეტილია. მადლობთ. და მოდის გავაგზავნოთ ბატონო. კიდევ რასაც ჩვენ ვსაუბრობდით ზღან. ისე სამაჩაბლოსთან დაკავშირებით, აი ძალიან მძიმე ვითარება არის ბავშვებს ფაქტიურად სოფლიდან სოფელში უწევს სკოლაში სიარული, სკოლების ძალიან დიდი პრობლემა. დიახ, ხალხო, უნდა გითხრათ, რომ სამაჩაბლოში თითქმის ეს პრობლემა მოხსნილია. როცა დამთავრდება, ახლა კეხვის სკოლა კეთდება, ალბათ დამთავრდება 1 სექტემბრისათვის, იქ ძალიან თანხებთან არის კიდევ რაღაცები გაუგებრობა, მაგრამ ეს საკითხიც მოგვარდება. ამ საკითხს რომ დავამთავრებთ, სამაჩაბლოს სკოლების საკითხი ნამდვილად გადაწყვეტილი იქნება. მით უმეტეს რომ იქ არის ისეთი პერსპექტივები, ძალიან ისეთი, იცით თქვენ რომ ძალიან ისეთი დეპუტატი ხართ, გურამ ვახტანგიშვილის სახით, ძალიან გორის რაიონში შემოდის, მე იმას გულისხმობდი. არა, ეს სამაჩაბლოს ეხება, თავის დეპუტატი ყავს და აი შეიძლება ითქვას მისი დამსახურებაა, რომ ის გზა რო გაკეთდა, ის სკოლა ეხლა ამჟამად იქ საბავშვო იმისი საავადმყოფოს შეკეთებაც მიმდინარეობს და სულ მალე წყალსადენის შენებლობა დაიწყება კიდევ. არა, მე გულისხმობდი იმ ტერიტორიას, რაც გორის რაიონს ეკუთვნის. მაგრამ გაყოფილი არა, ფაქტობრივად ისეთი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან, რომ სულ ერთად დავდივართ ამ საკითხებზე და ქართლის დეპუტაცია საერთოდ იგივე ხარელის მაჟორიტარი დეპუტატები არის კიდევ ხალხზე. ერთად ვეშვებით, რომ ძალიან ერთობაშია რა ნათქვამი, სულანი ერთად. უკაცრავად, გისმენთ? თუ შეიძლება ტელევიზორს მოცილდით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ გავიგონებთ შეკითხვა. ალო? დიახ, გისმენთ? საღამშვიდობისა? საღამშვიდობისა. მოგესალმებით ბატონო. გისმენთ? ერთი წუთით. მოგესალმებით ბატონო ვახტანგ. ასეთი შეკითხვა მაქვს. მიმდინარეობს ყოფილი კათოლიკური ეკლესიის აღდგენა. ჩემი მართლმადიდების ქრისტიანის ხაზგასმით ვიძახი ამას, აზრი ასეთია.
ხუბარ ჩაგვიძლება ცუდვად კათოლიკური ეკლესიის ხელყოფა, ვინაიდან გორში ცხოვრობენ კათოლიკური რწმენის მიმდევრები. იქნებ ჯობდა აშენებულიყო ახალი, დიდი მოცულობის ქრისტიანული წარსის ეკლესია, ვით რესტავრაციის კათოლიკურის გადაკეთება და გავაგრძელებ კიდევ. იერუსალიმში ჯვრის მონასტერი მადლიანი ებრაელი ხალხის მიერ და ჩარევით კვლავ საქართველოს დაუბრუნდა, იმიტომ რომ ის ქართული მონასტერი იყო, ქრისტიანული ტაძარი. პარალელს ხუბარ გავავლებთ ამ ფაქტთან და დღევანდელობასთან. დავიწყოთ კარგად გამიგოთ. მადლობთ. სიახლე გითხრათ. აი ამ ეკლესიებისთან დაკავშირებით ალბათ ტრიბუნას გამოვიყენებ და მადლობას გეტყვით, რომ აი ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს გორის რაიონში შენებარე ან რესტავრირებული ეკლესია, სადაც არ მემეღოს ფინანსური თუ ფიზიკური მონაწილეობა. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება ამ ეკლესიის იმას, ერთ სიმართლე გითხრათ, ძალიან ისეთი მტკივნეული საკითხია, რომ აი ალბათ ჩემი ნაკლია, რომ მე ეს ისტორია არ ვიცი ამ ეკლესიის. ეს გადაწყდა ალბათ იმ დიდი კათოლიკოსების, იმ დიდი ჩვენი ასე ვთქვათ, წმინდანების ერთობლივი შეთანხმებით, რომ ეს გაკეთებული იყო. და არამც არც-ერთი ისე არ გაკეთებოდა, რომ რომელიმე მიმდევარი, აი სხვა ეკლესიის მიმდევარი სასულიერო პირი დაჩაგულიყო. რაც შეეხება თქვენას, სუდი არ ექნება, რომ აი ეს მრევლი, იგივე კათოლიკური ეკლესიის მიმდევრები და იგივე ქრისტიანული ამ მიმდევრები რომ შევხვდეთ, არა ვთქვათ, ბრძოლით და ომით დავსდეთ, მოვისაუბროთ, დაესწრებიან ალბათ ჩვენი საპატივცემული ეს სამღვდელოების წარმომადგენლები და ერთად მოვიფიქროთ ეს საკითხი. ნამდვილად გასათვალისწინებელია და მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ამის გაკეთება. ყოველ შემთხვევაში თუ იმას ვერ დაუტოვებთ იმას, ან ახალი ავაშენოთ, ან ერთი, ან მეორე, რაღაცა გადასაწყვეტია. ცუდი არ იქნება თუ შემეხვმიანებით მე გავუკეთებ ამას ორგანიზაციას, რომ ყველანი ერთად შევხვდეთ იმათი წარმომადგენლები და ეს საკითხი შეიძლება ესეც შეკითხვა. ამას წინათ თუ არ ვცდები იგივე გაზეთ ალიას საშუალებით გამოვლინდა რამდენიმე ისეთი დეპუტატი, რომლებიც ახორციელებდნენ ამავდროულად საქმიანობას, სამეწარმეო საქმიანობას და თქვენც იყავით მათ შორის თუ არ ვცდები. დასახელებული. დიახ, დასახელებული და თუ შეიძლება ამაზე კომენტარი. ზე კონკრეტულად ძალიან ისეთი ამაგელოა ამ საკითხმა, რო გითხრათ სიმართლე, გამოვედი, მე ბოდიშები აღარ იხადეს, მაგრამ რა თქმა უნდა გაასწორეს. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ჩვენმა კოლექტივმა, მე მუშაობდი მესამე წლებში წლების განმავლობაში, ნულოვან აუქციონზე შევიძინეთ ტრესტი 492 კაცმა. მათ შორის მე შემხვდა აქციების გარკვეული რაოდენობა. ეს აქციები პარლამენტარობის პერიოდში მინდობილობით გადაცემული მაქვს სხვა მოქალაქეზე, კერძოდ გერონტი ყვერაშვილზე, რომელსაც უნდა წარმართოს ჩემი ესე. რადგანაც იმ პანელში პარლამენტში ვიღაცამ ეს ამერიკული დოლარის ეკვივალენტი რაღაცა ისეთი ციფრი გაამრავლა 2-ზე და გამოვიდა, რომ ნაწილი რაოდენობის აქციები მე გადასვისებული მქონდა და გადაფორმებული მქონდა და ნაწილი არ მქონდა გადაფორმებული. არქიტექტურული შესაძლებლობა იყო, რომ რეალურად ფაქტის მე შემიძლია თავდადო გითხრათ და მინდა რომ თელმა ქრჩევა კარგად მეცადო. არავითარ ბიზნესში მე არ მონაწილეობ. არანაირი სხვა შემოსავალი არ მაქვს. ეს იმიტომ კი არა, რომ აკრძალულია. უბრალოდ არ მაქვს ამის დრო და საშუალება, რომ მე ბიზნესსა და ესეთ რაღაცებს ვდიო. და ალბათ მე საკითხი დადგება იმ შესყიდვებთან და რაღაცებთანაც დაკავშირებით და უნდა გითხრათ, აი წინასწარ მინდა რომ იცოდეს მაყურებელმა. ესე იგი, არც მე, არც ჩემს ნათესავებს, არც ჩემ ახლობლებს, არანაირი არაფერი არ შეგვისყიდია, არც ამ ქალაქში და არც აქ. არაფერი ჩემი, აი ეს სტრესზე რაც მოგახსენეთ, მაგის გარდა არაფერი არ აქვს. არის გიორგი კანდელაძე საუბარი ძალიან ხშირად ამას ყიდულობს, ჩემთან ერთად აიგივებთ. ერთადერთი რაც აქვს გიორგი კანდელაძის ნაკიდი, ეს არის 60-იანი ბინა სტალინის ქუჩაზე, სადაც ვის მეუღლეს გახსნილებს დამცვის სახლი. მეტი ჩვენ არანაირი არაფერი არ გვიყიდია. გიორგის თუ რამე საშუალება ექნება, დამეწუნეთ რომ ამ თანხას ჩაძდებს მხოლოდ და მხოლოდ სპორტის აღორძინებაში. და არავითარ შემთხვევაში ისეთი რაღაცა რაც ქალაქში ჭურები დადის და ესეთი. შეკითხვა არის კიდევ ერთხელ გისმენთ. ალო. დიახ. გამარჯობა ბატონო ვახტანგ. გამარჯობა. მე როგორც პიროვნებას და როგორც გორეს ძალიან დიდ პატივს ვქცევ და ერთი შეკითხვა მაქვს. აი ზუსტად ახლა შესყიდვაზე ლაპარაკობდით და როგორი აზრის ბრძანდებით რაიონის ავადმყოფოსთან დაკავშირებით. მე თქვენი აზრი მაინტერესებს ძალიან, იმიტომ ეს არის ძალიან მტკივნეული საკითხი. გორელებისთვისაც და გორის რაიონისთვისაც. და ძალიან გთხოვთ ამაზე იქნებ გავხსნით პასუხი.
მე დავამატებდი ბატონო ვახტანგამ შეკითხვას, რომ ალბათ მაყურებელი გულისხმობს იმ ფაქტს, რომ თქვენ ერთ-ერთი მიაზრებით იმ სავარაუდო საავადმყოფოს შემწყიდველთა სიაში საუბარია რაიონის საავადმყოფოზე და საუბარია მის გაუქმებაზე, შემდეგ პრივატიზაციაზე. უნდა უფლება მოვცეთ. საიდან მოდის ეს? აი ამ თემას ძალიან აქვთ, რომ რამდენიმე წუთი ალბათ 60 წუთში შევიდები, უნდა მოვცეთ ამის საშუალება, რომ ამ თემაზე თქვა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მტკივნეული თემა. და საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი? ბატონო, ჯერ ერთი ახლა გითხარით, რომ მე არა ვარ ის პიროვნება და ძალიან ის არის შეურაცხყოფელია ჩემთვის, რომ ვინმე მის გაიფიქროს, რომ მე შემიძლია რამე შევისყიდო და 200 ადამიანი, 200 გორელი ადამიანი ქუჩაში გავყარო და უმუშავრე დავტოვო. ეს არ მოხდება არამედ. რაც შეეხება რაიონის საავადმყოფოს გაუქმებას. ეტყობა მაინც ყავთ ოპონენტები ბატონო ვახტანგ. მაგას გეტყვით, მაგ მიზეზსაც ვიტყვი. გუშინ მე მქონდა 4 საათიანი შეხვედრა მქონდა რაიონის საავადმყოფოს კოლექტივთან და ყველაფერი თქვა გაიშიფრა და ყველაფერი ითქვა. ეხლა რა ხდება? აი უნდა გითხრათ, რომ პირველ რიგში პრეზიდენტის რწმუნებულის ბატონი დავით ხობლიაძეს დამსახურება უნდა თქვა. რეგიონს აღარ რომ თვითონ პირადად ჩავიდა სახელმწიფო მინისტრად და სთხოვა, რომ რამენაირად შეგვენარჩუნებინა ორივე საავადმყოფო კი არა, სამივე საავადმყოფო, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფო, რომ ყოფილი დარჩენილი იყო და ეს. იქ როცა მან პროგრამები ნახა, როცა ესეთი ის საკითხი ნახა, რომ აუცილებელია, იცი, გვიმტკიცებს ჩვენი რესპუბლიკის ქვეყნის ხელმძღვანელობა და ამ დარგის სპეციალისტები, რომ უცხოელი სპეციალისტების რეკომენდაციით სხვადასხვა, რომ ერთი საავადმყოფო უნდა დარჩეს, რომელიც იქნება საბაზო, რომელიც გაკეთდება ნორმალურად და წესიერ, თორე როგორ შეიძლება ვინმე გორელს მოუბრუნდეს ენა, რომ გორის რაიონის საავადმყოფო ეს კუკლასავით შენობა, ესეთ კარგ ადგილზე მდებარე შენობა გაიყიდოს და საავადმყოფო აღარ იყოს ეს, მაგრამ როცა ესეთი ფაქტების წინაშე ვდგებართ, გამოვა პრეზიდენტის რწმუნებულს სახელმწიფო მინისტრმა დაპირდა. მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, რაიონისა და ბავშვთა საავადმყოფო ეწირება იმ ტრანშს, რომელიც საქართველოს უნდა მიიღოს. საერთაშორისო ტრანსი არის ლაპარაკი. ანუ უცხოელები ითხოვენ, რომ რეალურად ეს რეფორმები განხორციელდეს და ამ რეფორმებში რა შედის ეს შემცირება და მათ შორის გორის რაიონში. ალბათ ბევრს აინტერესებს და უკვე მანამდე არ ვიცოდი, სანამ მინისტრი არ ჩამოვიდა, მე მანამდე არ ვიცოდი, თუ ესე წავედი დღე ეს საკითხი. ესე იგი, პრეზიდენტის რწმუნებულმა სთხოვა სახელმწიფო მინისტრს, რომ გამოეგზავნა მინისტრი ჩამოსულიყო და თავის თვალით ედახა. როგორც იცით თქვენ, ბატონი ამირან გამყრელიძე თავისი ყველა იმ შემადგენლობით, ვისაც ეს საკითხი ეხებოდა, თვითონ ჩამოვიდა, თვითონ შეხვდა კოლექტივს, ნახა ერთი საავადმყოფოს ნახა, მეორე საავადმყოფოს ნახა და მოგწვა ესეთი პირობა, რომ მე ამ საკითხს არ გადავწყვიტავ ისე, თუ არ იქნება სახელმწიფო დონეზე კომისია შექმნილი სპეციალისტების მონაწილეობით, ეს იქნებიან ალბათ მედიცინის ძირითადად. ცნობილია უკვე ბატონო ვახტანგ, მოდით იმას. ხო, არა, აი ამ საკითხთან დაგასვით. და რამდენად ეწირება ეს უცხოელების არაფერი არ ეწერება. ამის წუნეთ რომ. ანუ რამდენად არის დამოკიდებული ამ. არა, ეს იმიტომ არა რომ უცხოელებისა მარტო გორში ხო არ ხდება. ეს თელი საქართველოს მასშტაბით. ანუ მათი მოთხოვნების შედეგად მათი მოთხოვნის შედეგადია, იმიტომ რომ როცა დათვალეს ამდენ ხალხს, ამდენი საწოლი არ ასჭირდება. ამ დატვირთვები ნახეს, ისინი ნახეს. ალბათ მე არ ვიცი ეს მე პირადად რას მომიყვნენ. იმას ვუყურებ, რაც ექიმებმა მითხრეს. და ჩვენ შევთავაზეთ ექიმებთან ერთად, რომ ჯერ ყველანი ერთად ვიბრძოლებთ, რომ ორივე საავადმყოფო დარჩეს. და შევინარჩუნოთ ჩვენმა რეგიონმა ეს დაწესებულებები. თუ მიუხედავად იმისა, რომ არ არის საჭირო, როგორც არა, იმიტომ რომ ეს ჩვენი გაჭირება, ეს ხალხი არ მიგა უმუშავრად. წარმოიდგინეთ, ხენ 200 ექიმი, 200 ადამიანი რომ ქუჩაში გავიდეს და უმუშავრად დარჩეს, ამ ოჯახების უკან, ამ პიროვნებების უკან, ამ ხელა ოჯახები დგას და ეს არის ჩვენთვის დიდი პრობლემაა ჩვენი ქალაქისთვის, რომ 200 კაცი, 3 სული მაინც არის ოჯახში, ეს არის უკვე 600 ადამიანი რომ ულუკმოყროდ დარჩეს, ყველას პრობლემაა ეს. ყველას პრობლემა, ამიტომ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ რომ ეს საქმე არ მოხდეს ეს, მაგრამ მე ვიძახი რომ თუ რაღაცა მოხდა, თუ მაინდა-მაინც რაიონის საავადმყოფო უნდა გაუქმდეს. მე ის არის ექიმებთან შეხვედრა და ვთქვი, მაშინ თვითონ ექიმებმა შეისყიდოს. თვითონ ექიმებმა შეისყიდოს, თვითონ ამ პერსონალმა შეისყიდოს და ეხლა დამისვეს კითხვა, რითი შევისყიდოს. მე არარეალურს არაფერს არ ვლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ იმას, რაც მინისტრმა თქვა. მინისტრმა თქვა, რომ ყველა შემცირებულ რომელიც კონკურსში ვერ გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ქალაქის საავადმყოფო ეს არ არის, რომ ქალაქის ექიმები დარჩებიან, ორივე საავადმყოფო და საერთოდ ყველა მიიღებს კონკურსში მონაწილეობას და გამარჯვებული იმუშავებს იქ. მაგრამ ვინც ვერ იმუშავებს, იმას მიეცემათ ერთდროული დახმარება 1000-დან 2000 ლარამდე. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ანუ ექიმებსაც, ექიმებსაც და დამლაგებლებსაც უყოლას შესაბამისად მიეცემათ კომპენსაცია.
სხვათა შორის ეს შრომის კოდექსითაც არის გათვალისწინებული 2-3 თვის ხელფასი უნდა მისცეთ, მაგრამ იმის გამო რომ ესეთი სპეციალისტები არის ესეთი მე მივეცი წინადადება რომ ეს არ ნიშნავს იმას რომ თქვენ დაყაროთ პარტნიორი, იბრძოლეთ, ერთად დავდგეთ, ერთად გავაკეთოთ, მაგრამ თუ გამოუვალი მდგომარეობა და მაინდა-მაინც უნდა გაიყიდოთ საავადმყოფო, პირველ რიგში თქვენ იყიდეთ, თუნდაც ამ თანხებით, 200 კაცი, 100 კაცი ხოგროდება, აჭერ 2000 ეს უკვე 200.000 კიდევ მოსახლეობის ზარი არის. ძინა ძალიან მკვლელი ეს რაიონის საავადმყოფოს თემა, იმიტომ მინდოდა რომ გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა ბატონო ვახტანგ. მე თქვენთან შეკითხვა. თუ შეიძლება მოცილდეთ ქალბატონ ტელევიზორს. დიახ, განეთ. მე თქვენთან შეკითხვა მაქვს. პენსიების შესახებ უკვე მოვისმინე თქვენი აზრი. რომ ვერ გაიცემა ეს პენსიები. რომ ვერ გაიცემა. ნუ ამ ეტაპზე. დიახ. ამ ეტაპზე. მე მაინტერესებს როგორ გაიცემა 10 გარდაცვლილი პენსიონერების გაყინული პენსიები მათ ჭირის უფლებზე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. უნდა გითხრათ რომ ჩემთან რამდენიმე განცხადება იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. მე თვითონ ავედი, მე თვითონ წავყევი ამ მოხალხის შეგლებას. თავს კი არ ვამადლი რომ აი მე გავყევი და მე უბრალოდ ჩემი მაინტერესებდა რა ხდებოდა. აუცილებლად აუნაზღაურდებათ ის გაცდენილი პენსიები და ის გაყინული პენსიებიც იმ ოჯახის ახლობელს და იურიდიულად ვისაც ეკუთვნის მეუღლეა თუ შვილია, ის თანხები რაც ამ ადამიანს განსვენებულ პენსიონერს უნდა მიეღო. იქ არის ხოლმე რამდენიმე თვიანი შეფერხება. ეს არის 2 თვე ალბათ. მაქსიმუმი რომ შეფერხდეს. იმიტომ რომ ჯანმრთელობის მინისტრსაც თანაც ქონდა ეს შეკითხვა მე სვაშორს აი პარლამენტზე არ გამოდის. გაყინული პენსიები პარლამენტის დომაზე უთხარი 10 სხვაზეა საუბარი რომ გარდაიცვლება და მას ქონდა გაყინული პენსია მიეცემა თუ არა მის ახლობელს. მიეცემა და აი ჯანმრთელობის მინისტრს სხვათა შორის პარლამენტის ტრიბუნალზე როცა იდგა მაშინ ვკითხე ეს ამბავი და მითხრა რომ ეს არის ამაზე არის მითითება რომ პირველ რიგში ამ ოჯახმა უნდა მიიღოს იმ გარდაცვლილის პენსია შეუფერხებლობით. ყველაზე დიდი შეფერხება რაც შეიძლება არსებობდეს ეს არის 2 თვე. აი ესეთი პასუხი იყო და ალბათ ესეც იქნება. ალბათ 2 თვეზე მეტი იყო. თუ ძალიან ყოველ შემთხვევაში მე რაც ვნახე 2-3 თვეზე მეტი არ იყო გადაცვლილი მართლა. აი ანანეტაშვილი იყო მაგალითად ესეთი მოქალაქე შემიძლია დავასახელო მას მივხვევი და ესეთი რამდენიმე მოსახლე იყო რომელსაც ნამდვილად გაუნაღდეს. აუნაზღაურეს ეს თანხა. გასკები ბატონო ვახტანგ. რაც შეეხება ისევ აი ამ საავადმყოფოს თემას. ხო, საავადმყოფოსთან დაკავშირებით. ესე იგი, მე ვთხოვე, რომ თუ არაფერი არ გამოვა ამ აქციებით, ამიტომ თქვენს მიმართებაში, საიდან წამოვიდა ეს? ეხლა ჩემს მიმართებაში ალალათ უნდა ვთქვა რა, ექიმებმაც ესეთი დასკვნა გამოიყენა, აქ არის ორი ვარიანტი. ერთი რომ როგორც დეპუტატს, ნუ არის ისეთი აზრი, ხმები რომ ხელმეორედაც ვიყარო, კენჭი, ისა და უკვე დაიწყეს წინასწარ აი ამის ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა. და სახელს მითხრა. ეს არის ერთი ვარიანტი, იმიტომ რომ ვიღაცამ თქვა რომ წყალსადენის საყიდულობსო, ვიღაცამ თქვა რაღაც 10 მილიონი წყალსადენი ხალხო რა რითი და ვიზი აი ჭორებს, ეს ერთი მხარეა. და მეორე მხარე აი მე თვითონაც ეთყობა ცოტა ეჭმა ის მიყო, რომ ეს შეგნებულად ხო არ აკეთება რომ ჩემსკენ უთითებენ. იციან რომ მე ამის მყიდველი არა ვარ და არც შესაძლებლობა მაქვს და არც ამას ვერ გავაკეთებ ვერასდროს და ამ დროს თავის ფარულად თავის საქმეებს ხო არ აკეთებენ მე. აი ვის გულისხმობთ ბატონო? თავის შეიძლება რესპუბლიკის მასშტაბით ვიღაცა ბიზნესმენები, მდიდრები, მილიონერები ან ამ ექიმებში გამორჩეული მდიდარი თუ არის ვინმე რესპუბლიკის თუ იყიდეს რაღაც საჭიროა თქვენი ამის დაბრალება. აი ჩვენი არა, იმიტომ რომ აი ეს პერიოდი ვიღაცა ახლა რო ის გამომჟავდეს ვინც არის ხო დაიწყება იმაზე ის და შეიძლება ჩაიშალოს რა ეს საქმე. ამიტომ აი ამ ხალხს რაღაცას ურევენ რა, იცი გონებას ურევენ რომ ასე. ყველაზე ადვილი გამოსავალი ამ საქმიდან რომ ვიბრძოლოთ დატოვებაზე, მაგრამ თუ მართლა ჩვენ ქვეყანას ესე წარდგება და ესეა საჭირო როგორც მედიცინის ხალხი გვიმტკიცებს რომ ერთ-ერთი საავადმყოფო მაინც უნდა გაუქმდეს, აი რომელი საავადმყოფოც გაუქმდება, მე იმ კოლექტივს დაუდგები გვერდი და ვეუბნები რომ მთელი ხელმძღვანელობა, მთელი რეგიონის ხელმძღვანელობა, ქალაქის გამგეობა, რაიონის გამგეობა, ყველანი თქვენ გვერდებთან ვართ რომ თქვენ კოლექტივმა შეისყიდოთ ეს დაწესებულება რომ იფუნქციონიროს ისე იმ მდგომარეობაში როგორიც არის. ძალიან დიდი მადლობა. სიტყვა მოიტანა ბატონო ვახტანგ და აპირებთ ხელახლა კენჭისყრას. ეხლა სიმართლე გითხრათ, ცოტა ისეთი საკითხებია, ეხლა მე რო გითხრათ სიმართლე, ნამდვილად მაქვს სურვილი. იმიტომ რომ
ჩემი ისე განვლო რა, ჩემი ცხოვრების იმან რომ ყოველთვის რაღაცას ვაკეთებდი რა. სულ ყოველთვის პრაქტიკულ საქმეს ვაკეთებდი და ნაკლებად თქონდა ისეთი სამსახურო მელაპარაკა და მარტო ტრიბუნა გამომეყენებინა. ან ვაშენებდი, ან რაღაცას ვაკეთებდი, აღმასკომშიც ეგრე მომიწია, ტრესში ხო მე თავისთავად ეგრე მომიწია და ისეთი პროექტები გვაქვს დაწყებული რომ ეხლა სულ წინა საარჩევნოების გამოდის რა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს მაგალითად. არის ამის შესაძლებლობა პროექტი რომ დავიწყოთ წყალსადენის შენებლობა რომ პუშკინის ქუჩის ზევით მხარეს. აი ვერხვები პუშკინის ქუჩა და ის მხარე აბსოლუტურად უზრუნველყოფთ ახალი წყალსადენის შენებლობით. ამის პროექტი არის სოფლიო ბანკში შეტანილი აქვს უკვე თავის გეგმაში და აი დღესაც პრეზიდენტი ცოტა ხშირად ვახსენებ დავით ქობლიანიძეს, მაგრამ დავით ქობლიანიძეს დავალებით მე ვიყავი რომელი მეტროელის ვაჟთან, ვიკა მეტროელთან, რომელიც არის მუნიციპალური პროგრამის ხელმძღვანელი. და არის ამის შესაძლებლობა რომ ეს გაკეთდეს. მეორე ხიდისთავში გაკეთებული გვაქვს გეს 10 კილომეგავატიანი გესის პროექტი. ეგრე სიმართლე გითხრათ, აი ჩემი უშუალო იმითი არის გაკეთებული. უკაცრავად ბატონთან კიდევ მაყურებელი რეკავს. გისმენთ? ალო? ალო? დიახ, გისმენთ. გამარჯობა ბატონო ახლა. გამარჯობა. მე ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. თქვენ ახსენეთ სკოლები, რა თქმა უნდა, განათლების მუშაკები პირველ რიგში, მაგრამ ძალიან გთხოვთ, კულტურის მუშაკები ყოველთვის ყურადღების მიღმა ვრჩებით, რა დავაშავეთ, რატომ ბატონო ვახტანგელი? ესეთი კითხვა მაქვს. მადლობთ. ნამდვილად სწორი შენიშვნა, არც უნდა ვყოფდეთ. არ შეიძლება ახლა პედაგოგებისა და კულტურის მუშაკებისა და საერთოდ რომელიმე ადამიანის გაყოფა და ვიღებ მაგ შენიშვნას ნამდვილად მართალი გზანდები და დამერწმუნეთ რა როგორც იმ ხელფასებზე და იმ თანხებზეა საუბარი, ისევე იქნება ამ ანუ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად არ იქნება, იმიტომ რომ ძირითადად მდგომარეობა ჩვენ ყველა ერთად უნდა ვეცადოთ რომ ეს მდგომარეობა გამოასწოროთ. რა თქმა უნდა პრეზიდენტთან დაწყობილი დამლაგებული დამთავრებული. ყველა ვალდებული ვართ რომ ვაკეთოთ ის საქმე რომ რამენაირად ამ ხალხს შეუსრულოთ ცხოვრება. რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას. აი ესეც დაპირებაც იყო თქვენს წინასაარჩევნო კამპანიაში. გასაგებია რომ ეს ყოველთვის არის გაზვიადებული, მაგრამ მაინც მე მაგალითად აი კორუფციასთან ბრძოლაში ძალიან დიდ წინ გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია რომ რესპუბლიკაში შეიქმნა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომისია, რომელიც პრეზიდენტის აპარატში ფუნქციონირებს. არა, უშუალოდ გაკეთებულ საქმეზე რა ვიცი. მე თვითონ ერთადერთი ჩვენი ჩემი აი როგორც დეპუტატის ისარი. მე თვითონ ვარ ერთ-ერთი კომისიის წევრი პარლამენტში და ეხლა ვამზადებთ საკითხს რომ შეიქმნას ეს კომისია მარტო იქ არ იყოს კომისია. არამედ იყოს პარლამენტში, არამედ იყოს რეგიონში და იყოს ქალაქში. და წარმოიდგინეთ თქვენ რომ თუ ჩვენ შევძლებთ რომ აი თქვა ჩვენ რეგიონში კონდეს ისეთი კომისია რომელიც მართლა პატრიოტები და წესიერი ხალხით იქნება დაკომპლექტებული, დამერწმუნეთ რომ ძალიან დიდი საქმე გაკეთდება. სხვანაირად აი მათ წინააღმდეგ ბრძოლის სხვა საშუალება არ არსებობს. და თქვენი მუშაობის შედეგები, ანუ თქვენი პარლამენტარობა, რამდენად იგრძნო გორისა და გორის რაიონის მოსახლეობამ, როგორ ფიქრობთ ბატონო ახლა გაამართლა თქვენმა პარლამენტარობამ, ანუ თქვენ ძალიან ძიმე შეკითხვაა. ძალიან ძიმე შეკითხვაა, აი ხა მე მგონია რომ მოსახლეობის იმედები რამდენად გაამართლე? ალბათ მომავალი არჩევნები გვიჩვენებს მაგას. მომავალი არჩევნები უფრო კი, მომავალი არჩევნები გვიჩვენებს, რამე გავაკეთე თუ არ გამიგეთებია. ყოველ შემთხვევაში იმას ვერავინ ვერ დამწამებს, რომ პარლამენტარობა ჩემი ან ჩემი ახლობლის და თქვენ როგორ აფასებთ? მე მიმაჩნია, რომ რაღაცა გარკვეული წვლილი უფრო მეტი გასაკეთებელია, ვიდრე გავაკეთე, მაგრამ ისეთი საძირკველია უკვე ჩაღლე და ისეთი საფუძვლებია, რომ აი ძალიან ბევრი რამე გაკეთდება. თუნდაც 10 სკოლა რო შევაკეთო, ეს ჩემთვის მაგალითად ძალიან დიდი საქმეა. მე მაგალითად სიამოვნებს რომ გავაკეთე. იმიტომ რომ როცა ეს ამ თემაზეა ხოლმე საუბარი. სკოლები არა, მაგრამ სკოლები 11 სოფელს მაგალითად ქორდას, იმას რა სოფლებია იქ? აი ქორდის მიმდებარე სოფლები რაც არის 11 სოფელია. 11 სოფლის წყალსადენი უნდა გაკეთდეს. აი ახლა სულ უნდა ეწევა 11 კილომეტრი არქი კეთდება. ბატონო ვახტანგ. და ეს ძირითადად ფინანსდება სიპით. სიპის პროგრამა ფინანსებს ამას და მას მოსახლეობას ხშირად უჩნდება ასეთ შეკითხვა. ფაქტურად სიპია ფინანსებს და თქვენ რატო ხართ ამ ყველაფერთან კავშირში? ანუ საერთოდ ძალიან ესეთი სწორი შეკითხვაა. რა მინდა ამ სიპთან, ხო? ის მინდა ამ სიპთან რომ ქართლი, ჩვენი შიდა ქართლი, აი ჩვენი დეპუტაციის რომ სულ ბოლოს გადაგვიტანეს ამ სიპში.
ახლა მე არ მინდა რომ თქვა რომ აი ვიღა პატრონოები ვიყავით, არავინ არ აკითხა, ნუ ფაქტია რომ არავის არ მიუკითხებია ამ სიფისთვის. რატომ უნდა ყოფილიყო მაგალითად ქუთაისში 5 წლის წინ ის სკოლები გარემონტებული და რატომ უნდა იყოს ჩვენთან დღეს ამაზე ლაპარაკი. ჩვენი ძალისხმევით, ჩვენი ჩხუბით და სიმართლე გითხრათ ისე კი არა შიდა ქართლის დეპუტაციამ რომ აი თქვით და მოგვეხმარდნენ, არამედ ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი ყველანი მოვიყვანეთ ფრაქციის ხმებას და დავშვით რომ ჩვენ ისეთ მას რაღაცა ისეთ ღონისძიებას მიმართავთ რომ რადიკალური გადაწყვეტილებას მივიღებთ თუ თქვენ არ გააკეთებთ ქართლის არ გადაწყვეტავთ შიდა ქართლის საკითხები და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო ამ საკითხების გადაწყვეტა და დამერწმუნეთ რომ იმ პროგრამაში კიდე ვერ მივიყვანეთ ბოლომდე იმიტომ რომ 1.5 მილიონი ლარი დაგვაკლეს ჩვენ შიდა ქართლს რამდენად ერევით თვითონ ამ ობიექტების არჩევაში ობიექტების არჩევაში ჩვენ საერთოდ არ ვერევით იმიტომ რომ აქ ცოტა სხვანაირი პრინციპი აქვს თვითონ იმ სოფლიო ბანკს აქვს სხვანაირი პრინციპი თვითონ დადიან და მათი თანამშრომლები მოსახლეობას ხდებიან და ამის მერე წდება ეს აი მაგალითად გორში რატომ მერე სკოლა თქვა ან რაღა მეექვსე სკოლა რატომ ფიქრობთ რომ მომავალში მეოთხე სკოლა გაკეთდეს იმიტომ რომ თვითონ როცა დაიარეს ყველაზე ძველი სკოლებია აი მეოთხე სკოლა არ ვიცი მე როდის არის აშენებული მაგალითად იგივე მეექვსე სკოლა მერე სკოლის შეგავათ ის იყო რომ მათ ის 20%-იანი თანადაფინანსება მონახეს მართალია უცხოელი მეგობრების დახმარებით მათი შემწეობით მაგრამ ფაქტია რომ 20%-ია ეს თანადაფინანსება გაკეთებული იყო და უფრო ადვილად გაგრძელდა მეექვსე სკოლაში მაგალითად პრობლემა გამოიჩინეს ძალიან დიდი დახმარება და პრობლემა შეაგროვეს ეს ფული აი ეს 20% რომელიც უნდა გაკეთებული იყო განსაკუთრებით აი წეღამს დანეთ რომ თვითონ დადიან ყველაფერს თვითონ აკეთებენ და თქვენი ჩარევა არ ხდება რა მომენტში ხდება ძალიან უხერხულია რა ამაზე თქვა უბრალოდ ამას გეტყვით მაშინ აი წყალსადენის პროექტი წყალსადენის პროექტი არსებობდა 8 წელიწადია 6 წელიწადია მაგალითად ეს არის გაკეთებული მე მაგალითად შემეძლია თამამ თქვა როცა დავით ხობლიალიძე იყო გორის გამგებელი მაშინ გაიმარჯვა გორმა ამ მუნიციპალური პროგრამით და მაშინ დავიწყეთ ამის გაკეთება, მაგრამ ისე გავიდა 4 წელიწადი ყველა გამგებელი მათ შორის მე მომდევნო გამგებლები იგივე გაგნიძე იყო, ყაიდარაშვილი იყო, ყველა ბრძოლობდა რომ გაეკეთებინა. ყველას, მაგრამ რატომაც ვერ მივახციეთ ამას რომ გავაკეთებინა. აი ამ ბრძოლი და ამ ხა უხერხულია ამ ავტორიტეტით თუ გინდა თქვა. მივახციეთ იმას რომ ჩავსვით გეგმაში და გაკეთდა. უკაცრავად გონი მაყურებლის არის? არის? არის მაყურებლის არის? გისმენთ? ბატონო ვახტანგ. დიახ. თქვენთან ამას ესეთი შეკითხვა. ძალიან. აი, თელმა ხალხმა გაზი გაიყვანა საკუთარი სახსრებით, ხო? დიახ. საკუთარი სახსრებით გაიყვანეს გაზი. დადგეს მრეწველები. მე ესე იგი მოიგონეს მრეწველები გარეთ გამოვიტანეთ ეს საერთო ის და ჩავსვით ყუთებში, ხო? ეხლა კიდე მოიგონეს რომ საერთო მრეწველი გააყენეს. თქვენ რა აზრის ახართ მაგაზე? დიდი მადლობა შეკითხვისთვის. უნდა აბსოლუტურად გეთანხმებით რა. აბსოლუტურად გეთანხმებით. იგივე სათხივარ გაქვს მე, იგივე სათხივარზე დავობ მე და სიმართლე გითხრათ, ცოტა მკაცრად ვაყენებ ამ საკითხს მე. ძალიან მკაცრად ვაყენებ. ეხლა შეიძლება ვინმე ეგონოს რომ მე უფლება მე გეუბნებთ, აი თვითონ მე 9 თვის განმავლობაში გაზი არ ამოხდა. დღესაც არ აქვს გაზი. აი რა მოუთხოვა, ესე იგი მეტი ვის რა უთხრა, თელი უბანი შემოვწკერეს მე როგორ ზმერს და თვითონ ჩვენ უბანს 9 თვის განმავლობაში გაზი არ მიგია. მართალი ბრძანდებით. ეს საკითხი მე დავაყენე გამგეობის წინაშე, ეს საკითხი დავაყენე მე წუნებულის წინაშე, თვითონ წუნებულსა და გამგებელსაც აზრები და აი სულ მოკლე ხანში ალბათ ძალიან რადიკალურ ზომებს მივიღებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. გეთანხმებით, მართალია თქვენი თანხით არის გაკეთებული, თქვენ გამოიყვანეთ და ისე არ ამბონე ვინმე მიიწეროს სხვა. ეს თქვენი გაკეთებული თანხები ისე თქვენ ბალანსზე იქნება და თქვენი საკუთრებაა. კიდევ შეკითხვაა ჩვენთან გონი ეთერში. ალო გისმენთ? დიახ. ალო. დიახ. შეკითხვა აქვს თუ შეიძლება? დიახ, თანეთ. დიქტორთან აქვს შეკითხვა რა. დიახ, თანეთ. თუ შეიძლება გაგვერკვიეთ პარლამენტარის მოვალეობა და ჩვენი დეპუტატის მოვალეობა, რაში განსხვავდება ერთმანეთში? პარლამენტარის მოვალეობა და დეპუტატის. მადლობთ. მე ცოტა ვერ გავიგე კითხვის. პარლამენტარის და დეპუტატის მოვალეობა არაფრისგან არ განსხვავდება. დეპუტატი იგივე პარლამენტარია და ეს და იგივე სიტყვა უნდა მოვატვირთოთ. ალბათ მოსახლეობა გულისხმობდა იმას, რომ
რაც წეგან გკითხეთ, რამდენად გრძნობს თქო გორის მოსახლეობა თქვენს დეპუტატობას. ალბათ ამას გულისხმობდა. აი ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ეხლა ანგარიში დაურიგდება ყველა მოსახლეს მიუვა სახში. აი ამ ორი კვირის განმავლობაში მიუვა სახში და ნახავს რა გავაკეთე, რა ვაკეთებ და მომავალში რას გავაკეთებ და მე მაგალითად ნებისმიერ მოქალაქეს შევიცით ალბათ რომ ყოველ ორ შაბათს მე მიღება მაქვს და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოვიდეს და შემეკითხოს ნებისმიერი საკითხი რაც აინტერესებს. აი, ბატონო ვახტანგ, როცა მოსახლეობა კითხულობს, რომ დეპუტატობა რას ნიშნავს, ამ პარლამენტარობა რას ნიშნავს, თქვენ რამდენად გაქვთ იმედი, რომ მომდევნო არჩევნებში, რომელშიც აპირებთ მონაწილეობა მიიღოთ, გაიმარჯვებთ? არა, მე წეგან ვთქვი, რომ კარგი გამოთქმა საქმემან ჩვენმა გამოვაჩინებს. ის ხალხი ბრძენია. აწონავს, დაწონავს, ნახავს, ვირა გააკეთა, ვირა დაპირებები ისახნა. ისე კი არა, რომ ეხლა მალე დაგვეწევა ეს ეცხელება, აი მომავალი წლის პარლამენტის არჩევნები დაიწყება და ორი თვე რო დააკლდება და ერთი თვე რო დააკლდება, მაშინ რო ახმაურდებიან პარტიები და დაიწყება სკვერების გაკეთება, კონცერტების ჩატარება, ისინი. აი ამ მოსახლეობამ ეხლავე უნდა ადევნოს ამას თვალყური, რომელი პარტია რას უკეთებს, რას აკეთებს ჩვენი ქალაქისათვის და ისე უნდა გადაწყვიტოს, საგად უნდა დაუჭირო ხარი. ისევ იქნება დეპუტატობის კანდიდატი. ნახავს რა ექნება გაკეთებული ეს მოქალაქეთა კავშირი რას აკეთებს ბატონო ვახტანგ? მოქალაქეთა კავშირი სიმართლე გითხრათ ძალიან მძიმე ისინი გადაეტანა პერიპეტიები იცით თქვენ რომ დაიშალა, დაიყვნენ ის ისახნეს და ეხლა მიმდინარეობს ასე ვთქვათ რეაბილიტაცია. იგივე მოქალაქეთა კავშირზე შემიძლია თქვა. თუ ამ ერთი წლის განმავლობაში პენსიები დარიგდება მასალებელთა ხელფასები ეს 30%-ის გაზდა როგორც იყო ჩვენ დაუბრკოლებელი მიიღებს. ხალხი თუ იგრძნობს რამე შვებას მისცემს ხმას. თუ არ იგრძნობს შვებას, არ მისცემს ხმას. ერთ-ერთი პარტია გამარჯვების იმედი გაქვთ? მე მაგალითად მგონია რომ აი ეს გაკეთებული საქმეები და ეს გასაკეთებელი საქმეები და ისა თუ ჯერა მოსახლეობას გაგეთებ. მოგწემე ხმას და თუ არა არ მოგწემე ხმას, ამას თვითონ ხალხი გადაწყვეტს. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა მაყურებელს დღეს ამ ეტაპზე დავემშვიდობო. ბატონო ვახტანგი, როგორც შეიტყვეთ, კვლავ აპირებს კენჭისყრას, მაგრამ ეს ჯერ კიდევ შორს არის. თქვენ გადაცემა თემის შემდეგ გელით ღამის კურიერი, სადაც მთავარი თემა იქნება გიორგი სანაიას შესახებ, გიორგი სანაიას მკვლელობა და მისი ვერ გამოძიებული საქმე. ახლა კი გემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ჩვენ მომავალ კვირას კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, პარასკევს. კარგად ბრძანდებოდეთ.